კორუფციის მკვლევარები საუბრობენ, რომ სანქციები მუშაობს და ქართულ ოცნებაში მოლოდინი აქვთ უფრო მკაცრი ფინანსური სანქციების და ამის თქმის საფუძველს მათ აძლევთ თბილისის მერის დეკლარაცია, რომელიც ბოლო წლებში სულ იცვლება. მაგალითად ამბობენ, რომ ქეშად უფრო მეტი თანხა აქვს კახაკალაძეს, ცდილობს ყოველ შემთხვევაში და აღარ აქვს ანგარიშები ევროპულ და ამერიკულ ბანკებში ანგარიშებზე, რაც წლების წინ სულ სხვანაირად იყო. ქონდა მაშინ ევროპულ და ამერიკულ ბანკებში თანხა ანგარიშებზე, ახლა საერთოდ აღარ ინახავს საზღვარგარეთ ფულს, რაც შეეხება ქართულ ბანკებს, მაგალითად TBC ბანკში არსებულ ანგარიშებზე ის თანხა საერთოდ აღარ ინახავს. საქართველოს ბანკში აქვს 6 ანგარიში, აქედან მხოლოდ ერთგან ინახავს 180,000-ზე ოდნავ მეტს, რაც შეეხება ქართულ ბანკს, აქაც აქვს მცირე რაოდენობა ევროში, დოლარსა და ლარში. რაც შეეხება ქეშად არსებულ თანხას, ირკვევა, რომ 15,000 დოლარი აქვს და 10,000 евро. ეს ყველაფერი კორუფციის მკვლევარებს აძლევთ იმის საფუძველს, რომ სავარაუდოდ მოსალოდნელი სანქციების ეშინიათ ქართულ ოცნებაში, მათ შორის კახაკალაძეს და ამიტომ ცდილობს თავის დაზღვევის მიზნით, რომ მის თანხებს საფრთხე არ შეექმნას, ბანკებში აღარ შეინახოს. კახაკალაძის დეკლარაციას თუ ჩავხედავთ, ცალსახად მივხვდებით, რომ ამ ადამიანს ძალიან ეშინია სანქციების და შესაბამისად ყველა ხერხს მიმართავს, რომ სანქციების შემთხვევაში მისი თანხები არ დაიკარგოს, ის რომ მაგალითად კრიპტოვალუტა გაჩნდა უკვე მის დეკლარაციაში, რომელიც აქამდე არ იყო, ასევე ევროპულ ბანკებში გაქრა საერთოდ ანგარიშები, ანუ არც ერთ ევროპულ და ამერიკულ ბანკში ანგარიში არ აქვს, როცა რამდენიმე წლის წინ დაახლოებით 7 მილიონამდე თანხა ქონდა. ბანკში ანგარიშებზე ფულს არ აჩერებენ და შესაბამისად ეს ფული აქვთ შენახული სახლში ან კრიპტოვალუტაში. ფაქტობრივად ბიზნესი არ აქვს კახაკალაძეს, ანუ მისი შემოსავალი არის გასესხება ფულის და მისი შემოსავალი არის რაღაცა მანქანების რეალიზაცია. ოღონდ ეს მანქანების რეალიზაცია ვითომ და შეფუთული აქვს მისი რაღაცა სამოყვარულო საქმიანობით, ანუ მას მანქანები უყვარს და შესაბამისად ყიდის და ყიდულობს და აი ახაც რაღაც გარკვეულ მოგებას ნახულობს. მონიტორმა შეისწავლა კახაკალაძის ქონება და გაარკვია, რომ მაგალითად 2025 წელს თბილისის მერმა 4 ავტომობილი შეიძინა და რამდენიმე დღეში ძალიან მალევე გაყიდა და მონიტორი ამბობს, რომ 2025 წელს თბილისის მერმა მანქანების გაყიდვიდან შემოსავლის სახით მიიღო 500,000 დოლარამდე და 110,000 ევროზე მეტი. ეს ყველაფერი ასევე ოპოზიციას კითხვებს უჩენს. ღმერთმა შეარგოს კახაკალაძეს მისი ავტომობილების ყიდვა-გაყიდვის ბიზნესი, ეს საერთოდ არ მაწუხებს. მთავარი, რაც მაწუხებს მის დეკლარაციასთან და საქმიანობასთან მიმართებაში, არის ის მასშტაბური კორუფციული საქმიანობა, რომელშიც კახაკალაძე თავიდან ფეხებამდე არის ჩაფლული და რომელიც ივსება და მდიდრდება ჩვენი დედაქალაქის გაოხრებით, ჩვენი დედაქალაქის ქონების გაყიდვით და ამ ქალაქში ურბანული გენოციდის განვითარებით. ეს არის მთავარი პრობლემა. იყო მანქანები, როგორც არის Ferraris მარკის, Land Cruiser და ასე შემდეგ, რომელიც არის ძალიან ძვირადღირებული ავტომობილები. ეს საერთოდ გასაკვირი არ არის, იმიტომ რომ მივეჩვიეთ, რომ ჩვენ ყავს რაღაც ღარიბ მოსახლეობას, ყავს მდიდარი მილიონერების და მილიარდერების მთავრობა, თუმცა ეს ტრანზაქციები კახაკალაძის შემთხვევაში კიდევ სხვა ეჭვებსაც ბადებს. მე საერთოდ არ გამიკვირდება, რომ ის ამ მანქანებს, რა ვიცი, ყირგიზეთში ყიდდეს, როგორც ბოლო პერიოდში ხშირად ხდება საქართველოსთან და მერე ბოლოს ეს მანქანები რუსეთში აღმოჩნდებოდა და კახაკალაძის მიერ განხორციელებული ეს ტრანზაქციები შესაძლოა ერთის მხრივ რაღაცა შესაძლოა სანქციების მოლოდინს უკავშირდებოდეს და რაღაცა ტიპის თანხების აკუმულაციას ასეთნაირად ახდენდეს, ხოლო მეორეს მხრივ არ იქნება გასაკვირი, რომ ის ჩართული იყოს მართლაც რაღაც შავ სქემებში. კახაკალაძე არ არის ერთადერთი, ვინც თანხას ქეშად ინახავს და ამცირებს იმ თანხების ოდენობას, რომელსაც საბანკო ანგარიშებზე ინახავს. ქართული ოცნების წევრების ეს ტენდენცია ოპოზიციას აფიქრებინებს, რომ ამის მთავარი მაპროვოცირებელი არის მოსალოდნელი სანქციების შიში.